დილა მშვიდობის, ეს არის დღის ნიუსრუმი, მე ვარ ლელა ბაღდავაძე. დღეს პარასკევია, შევაჯამებთ მიმდინარე კვირის პოლიტიკურ პერიპეტიებს, რომელთა შორისაც ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციას და იმ რისკებს, მისი შეწყვეტის რისკებს უკავშირდება. დიდი ალბათობით არ უნდა ველოდოთ ევროკომისიის რაიმე რეკომენდაციის შესრულებას, თუმცა დააველოდოთ ქართული ოცნების საბოლოო გაწყვეტილებას და ეს შესაძლოა ახლავე მოვისმინოთ, სწორედ ამ წუთებში იწყება ქართული ოცნების ოფისში ირაკლი ყობახიძის ბრიფინგი და ვიდრე სტუმრები შემოგვიერთებიან, მოვისმინოთ სწორედ ირაკლი ყობახიძის. პარტიის თავმჯდომარის რანგში მინდა გაგაცნოთ ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს შემდეგი განცხადება. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან საქართველოზე სრულად უსაფუძვლოდ დადასტურება იმდენად მასშტაბური ხასიათი შეიძინა, რომ როგორც ქართულ ხალხთან ანგარიშვალდებული, ასევე ჩვენ ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობაზე პასუხისმგებელი პოლიტიკური გუნდი თავს ვალდებულად მივიჩნევთ საზოგადოებას დეტალურად განუმარტოთ ის ფარული პოლიტიკური წიაღისვლები, რაც საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ტრულ კამპანიაში ზედაპირზე არ ჩანს. საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ჩვენი ქვეყნის და ქართული ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ სრულად უსამართლო დამოკიდებულება უკრაინაში ომის დაწყებას ემთხვევა. ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია, თავად ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი, ყოფილი ელჩი დეგნანი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები გამუდმებით ესხმოდნენ თავს საქართველოს, სრულად აბსურდულად ფაქტების გარეშე გვადანაშაულებდნენ რუსეთთან კავშირში და ფურცელზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობის დარღვევაში, მაშინ როდესაც საქართველოს ყველაფერი გააკეთა პოლიტიკურად უკრაინის ხარდასაჯერად, შეუერთდა ასობით რეზოლუციას, იყო ომის დანაშაულების გამოძიების საკითხის თანასპონსორი, შეიფარა უკრაინელი პოლულები, დაეხმარა ომში მყოფ ქვეყანას ჰუმანიტარული თვირთებით და პირნათლად იცავდა სანქციებისგან თავის არიდების სტანდარტებს. ამ უკანასკნელ საკითხზე დასკვნა უშუალოდ ამერიკიდან ჩამოსულმა სანქციების კოორდინატორმა ბატონმა უბრაინმა დაწერა და ჩვენ ქვეყანას ამისათვის მადლობას გადავხადა. ამ ფონზე ჩვენ საჯაროდ გავხსენით დისკუსია და დავსვით რიტორიკული შეკითხვა. მაშინ რა არ გააკეთა საქართველოს მისეთი, რის გამოც გამოდებული შანტაჟის ქვეშ ვიყავით. პასუხი ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა და ქართულმა საზოგადოებამ მალევე თავად გასცა ამ შეკითხვას. ჩვენ არ ჩავერთეთ ომში, არ გავხსენით ქვეყანაში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი, რის გამოც გლობალური ომის პარტიის იგივე დიპ სტეიტის მიერ მართულმა მაშინდელმა ადმინისტრაციამ საქართველოს დასჯა გადაწყვეტა. ის ფაქტი, რომ საქართველოსგან საომარ მოქმედებებში ჩართვას ითხოვდნენ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან მალევე გასცა კულუარებს და დახურულ კარს მიღმა მინიშნებებს, როდესაც კონკრეტულმა უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა საქართველოს მეორე ფრონტის გახსნა პირდაპირ მოსთხოვეს. დანილოვი, პოდოლიაკი, გონჩარენკო და სხვები პირდაპირ საუბრობდნენ ჩვენ ქვეყანაში მეორე ფრონტის აუცილებლობაზე. გლობალური ომის პარტიის მითითებების და მეორე ფრონტის გახსნის შეუსრულებლობა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის პრობლემებს მოიტანდა, ეს თავდაპირველად ბაიდენის ადმინისტრაციის რიტორიკაში პირდაპირ ისმინებოდა, ხოლო შემდეგ მედებაზეც გადავიდნენ. დაიწყეს დაუსაბუთებელი სანქციების დაწესება, დემონსტრაციულად დღემდე გაურკვეველი მიზეზებით გააუქმეს საქართველოსთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება და ბოლოს ქართული ოცნების დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ასევე უსაფუძვლოდ ფაქტების გარეშე რუსეთთან კავშირში დაადანაშაულეს და სანქციები დაუწესეს. თავის მხრივ ამ შანტაჟს ასეწოლას მარტივი მიზანი ჰქონდა. გლობალურ ომის პარტიას ბაიდენის ადმინისტრაციის ხელით უნდა დაერწმუნებინა ქართული ხალხი, რომ მთავრობა აცდა დასავლურ კურსს, ხოლო ამის შემდეგ ისევ ქართული ხალხის ხელით უნდა მოეყვანათ ქვეყანაში აგენტურული ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ გაგებით მეორე დღესვე ჩართავდა ქვეყანას ომში. საპასუხოდ ქართულმა საზოგადოებამ ღირსეული ნაბიჯი გადადგა, სრულად გააცნობიერა, რომ ხელისუფლებამ ქვეყანა გრევას და ომის დამღუპველ შედეგებს გადაარჩინა, რის გამოც 2024 წელს არჩევნებზე ჩვენს პოლიტიკურ გუნდს კიდევ უფრო დიდი ლეგიტიმაცია მიანიჭა. ჩვენი მხრივ სწორედ ქართულ საზოგადოებასთან არსებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით ღირსეულად გავამკლავდით არჩევნების შემდგომ გარედან დაფინანსებულ რევოლუციურ პროცესებს, შევინარჩუნეთ ქვეყანაში მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა, რომელიც საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ გამოქვეყნებული კვლევებითაც ცხადად დასტურდება. სამწუხაროდ პირდაპირ უნდა ითქვას, რომ დღეს ზუსტად ანალოგიური და კიდევ უფრო მძლავრი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან გრძელდება. უკვე არავისთვისაა საიდუმლო, რომ გლობალური ომის პარტია სრულ კოორდინაციაში ხავს ევროპული ბიუროკრატია და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გაცხოველებულ შანტაჟს აწარმოებინებს. მიზანი აქაც იგივეა. როგორმე მოახერხონ და საზოგადოება ხელისუფლებას დაუპირისპირონ, ქართველი ხალხის ხელით ნებისმიერი მეთოდით ჩამოაშორონ მმართველობას ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რომელიც გლობალურ ომის პარტიას რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გასახსნელად არ გამოადგება. სანაცვლოდ მათ მიერ მართული აგენტურა მოიყვანონ ქვეყნის სათავეში, ჩვენგან განსხვავებით რადიკალური ოპოზიცია მზადაა შეასრულოს გარედან წამოსული ნებისმიერი დავალება, მათ შორის მთავარი ქვეყნის ომში ჩართვა.
სწორედ ხელისუფლების ცვლილებას და ოპოზიციის ხარდაჭერას ემსახურება ყველა ის პროვოკაციული ნაბიჯი, რომელსაც გლობალური ომის პარტიის მიერ მართული ევროპული ბიუროკრატია საქართველოს წინააღმდეგ დგამს. მხოლოდ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ევროპარლამენტმა მიიღო მე-7 რეზოლუცია ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ და რადიკალური ოპოზიციის ხარდასაჭერად. საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი წერილი, რომელშიც უვიზო მიმოსვლის შეჩერებით გვემუქრებიან. ბრიუსელში სამჯერ გაიმართა მსჯელობა საქართველოს საკითხზე, სადაც სანქციების დაწესებას და თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების გაუქმებას განიხილავდნენ. ბოლოს კი ევროკომისიამ გამოაგზავნა წერილი და მთავრობას უყენებს პირობებს, მათ შორის ითხოვს გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონების გაუქმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უვიზო მიმოსვლის გაუქმებით იმუქრება. ლოგიკურად ჩდება კითხვა, რა საერთო შეიძლება ქონდეს გამჭვირვალობის ან ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონს ვიზა ლიბერალიზაციასთან. ცხადია, ამ ორ საკითხს ერთმანეთთან არავითარი კავშირი არ აქვს, მაგრამ გლობალური ომის პარტიის მიერ კოორდინირებული ევრობიუროკრატია ცდილობს რაიმე სახესაფუძველი მოუძებნოს მისი ხელით წარმოებულ შანტაჟს და ზეწოლას. დღეს უკვე აშკარაა, რომ არათუ შესუსტა საქართველოს მიმართ რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობის მოთხოვნილება, არამედ ის კიდევ უფრო ძლიერდება. ამისთვისაც მისაღწევად კი, როგორც აღნიშნეთ, გლობალური ომის პარტია ევროკავშირის სტრუქტურებს და ცალკეულ ბიუროკრატებს იყენებს. კიდევ ერთხელ მკაფიოდ უნდა უთხრათ საზოგადოებას. საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილი იმდენად დიდია, რომ გლობალური ომის პარტიამ მთელი ევროპული ბიუროკრატია საქართველოს თათოსხმის რეჟიმში გადააწყო, ხოლო ფერკეტად უვიზო მიმოსვლის გაუქმებას მათ ხელში დარჩენილ ბოლო კოზირს განიხილავს. ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვის სურვილები ფიქრობენ, რომ თუ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას თუნდაც მოგონილი საფუძვლით გაუქმებენ, საზოგადოებაში ამას იმ დონის ხელვარება მოყვება, რაც საბოლოოდ ხელისუფლების დამხობით და ქვეყნის სათავეში აგენტურის მოყვანით დასრულდება. რაც შეეხება ომის საფრთხეს, არავითარი ღრმა ანალიზი არ შეიძლება იმის დანახვას, რომ ეს საფრთხე არსად წასულა. გლობალური ომის პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინის საკითხი თავიდან ბოლომდე ევროპის კისერზე ჩამოკიდოს, რითაც ესდება ორი კურდღელი დაიჭიროს. ერთდროულად დაანგრიოს ევროპაც და რუსეთიც. ამ გეგმაში კი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის აუცილებლობა ზუსტად ისეთივე აქტუალურია, როგორც ეს ომის დაწყების მომენტში იყო. უფრო მეტიც შესაძლოა ეს საკითხი ახლა კიდევ უფრო პრინციპულია გლობალური ომის პარტიისთვის. დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელთა მხრიდან იმდენად მძაფრია ომის რიტორიკა, რომ საომარ დაპირისპირებას არათუ დასასრული არ უჩანს, ყველაფერი კეთდება მისი განხანგრძლივებისთვის. უკრაინის მაქსიმალური შეიარაღება, შორმანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება, სანქციების დამძიმება რუსეთისთვის, გადამდგარი გენერლების განცხადებები, რომ უახლოეს პერიოდში ისინი ემზადებიან რუსეთთან ომისთვის, ეს ყველაფერი მართლაც აჩვენებს გლობალური ომის პარტიის გეგმას, რუსეთ-უკრაინის ომის საფუძველზე, ევროპის ხარჯზე გაგრძელდეს საომარი მოქმედებები და გაძლიერდეს ის პროცესები, რომელიც დაკავშირებულია ერთი მხრივ ევროპის და მეორე მხრივ რუსეთის სასუსტებასთან, რა თქმა უნდა, ეს პროცესები ასეთი შედეგით დასრულდება. ასევე ხაზგასასმელია ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სამომავლოდ შეიარაღებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 5% დაიხარჯება, რაც ამ ქვეყნების ბიუჯეტის 15%-ს აღემატება. გლობალური ომის პარტიის მიერ ნაკარნახევი ეს ნაბიჯი ევროპულ ქვეყნებს მილიტარისტულ ქვეყნებად აქცევს, რაც ერთი მხრივ კიდევ უფრო ზრდის კონტინენტზე საომარი ესკალაციის საფრთხეებს, ხოლო მეორე მხრივ სამხედრო ხარჯების გაზრდა კიდევ უფრო დაამძიმებს ევროკავშირის ეკონომიკის მდგომარეობას და სოციალურ ფონს. ამ მომძიმეს პირობებში გმართებს უკიდურეს სიფრთხილე, რათა საზოგადოება არ დახვდეს ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან წამოსულ შანტაჟს და პროვოკაციებს და არ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ქვეყანას უპირობო განადგურებას უქადის. რაც შეეხება მიმდინარე პროცესებში ამერიკის შეერთებული შტატების როლს. ფაქტია, რომ საქართველოს მიმართ მოქმედი ადმინისტრაციის დამოკიდებულება კარდინალურად არის შეცვლილი და შეჩერებულია ის უსამართლო დამოკიდებულება, რაც წინა ადმინისტრაციის მხრიდან მომდინარეობდა და რაც ახლა ოფიციალური ბრიუსელის ხელით ჩვენი ქვეყნის მიმართ კიდევ უფრო მწვავედ გრძელდება. არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ პრეზიდენტ ტრამპს უსურვებს წარმატებას დიპ სტეიტის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა ასევე ვიტოვებთ გონივრულ ეჭვს, რომ შეასრულა ეს ბრძოლა არა დიპ სტეიტის დამარცხებით, არამედ მისი რებრენდინგით დასრულდეს, რის მიზანიც ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით გაწევა, ხოლო რუსეთ-უკრაინის ომში ევროპის სრული სიმძლავრე ჩათრევა და საბოლოოდ ევროპისა და რუსეთის ერთდროულად ანგრევა შეიძლება იყოს. ამ ყველაფერს რო გვიჩენებს, თუმცა სამართლიანობისთვის ის უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედ ადმინისტრაციას დღემდე არაფერი გაუგეთებია, რათა გამოესწორებინა წინამორბედის შეცდომები საქართველოსთან მიმართებით, ჯერ კიდევ ძალაში რჩება უსამართლოდ დაწესებული სანქციები, აგრეთვე უპასუხოდ რჩება ჩვენი ღიად დაფიქსირებული სურვილი, რომ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. კიდევ ერთხელ გამოხატავთ გულწრფელ სურვილს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა შეასრულოს მისი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება
და გაანადგუროს Deep State-ი, წინააღმდეგ შემთხვევაში Deep State-ი, იგივე გლობალური ომის პარტია დაანგრევს არა მხოლოდ ამერიკას, როგორც დონალდ ტრამპმა თავად აღნიშნა, არამედ ევროპასაც. დიდი მადლობა. Ხوارი კითხვები? მოგესალმებით, ბატონო ირაკლი. ჩემი პირველი კითხვა თქვენს ბრიფინგს ეხება ვრცელი ანალიზი მოვისმინეთ თქვენგან, მოვისმინეთ სახელმწიფო პარტიის პოზიცია. თქვენ ამბობთ, რომ ამ პროცესში საზოგადოებასაც განსაკუთრებული როლი აქვს, თუმცა აი რა რესურსი რჩება, რის გაკეთებას აპირებს ხელისუფლება იმისთვის, რომ არ დადგეს ის შედეგები, რაზეც თქვენ საუბრობთ, რომ მაგალითად ქვეყანა დარჩეს ვიზა ლიბერალიზაციის გარეშე, ან მოხდეს ხელისუფლების იმგვარად ცვლილება, რომ შემდეგ როგორც ამბობთ, ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდეს ომში. მაშასე ირაკლი კობახიძის ბრიფინგს უხლა კი უბრუნდებით დღის newsrooms და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს ლიბერალური აკადემიის თავმჯდომარე ლაშა ტუღუში იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონლაშა და მადლობა რომ გვესწრებთ. ბატონლაშა. მადლობა თქვენ მოწვევით. ბატონლაშა ირაკლი კობახიძის განცხადებას უსმენდით პირდაპირ ეთერში, რომ მათ დასავლეთის შესახებ პარტია ქართული ოცნების პოზიცია გააცნო საზოგადოებას და დავიწყოთ სწორედ ამ პოზიციის შეფასება. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ევროპული ბიუროკრატია საქართველოს შანტაჟში, დასჯაში იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყანა არ ჩაერთო ომში, საქართველოში არ გაიხსნა ომის მეორე ფრონტი და ისევ Deep State-ი, ისევ გლობალური ომის პარტია და მოკლედ ის მესიჯები, რაც მართველი პარტიის მხრიდან აქამდეც მოგვისმენია, საბოლოოდ კი ითქვა, რომ თუ ევროპული ბიუროკრატიის მოთხოვნების შესრულდება, ეს ხელისუფლებაში Deep State-ის აგენტურის მოყვანით დასრულდება. აი რა ფაზაში შევედით, რა ნიშნულზე მივიდა, ნიშნულამდე მივიდა ქართული ოცნების და ბრიუსელის თუ ზოგადად დასავლეთის ურთიერთობები და რა ბედიელის საქართველოს იმ ფაზაში ყოფნით, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. და პირველ რიგში უცბად გითხრათ, მე უფრო უარეს ამოსვლას ველოდი, ეშინო და არ გამეორებულიყო ის, რაც ნოემბერში მოხდა, დასაწყისშიც ამის თავად ჰქონდა საუბარი. ჯერჯერობით კიდე კაი აი ამ მხოლოდ შეფასებებით შემოიფარგლეთ და ამ შეფასებებით ისეთ შეფასება, რომელიც ჩვენ არ აგზის მოგვისმენია, არ აგზის აკრიტიკებდით. არა მარტო ჩვენ, მე მთელი მსოფლიო აკრიტიკებს სხვა ფორმით. ზოგჯერ ძალიან მწვავედ, ზოგჯერ ირონიით, ზოგჯერ ნაკლებად მწვავედ, მაგრამ ამ პოზიციას მე მგონი, რა ვიცი, არავინ არ იზიარებს, რომ არსებობს რაღაცა გლობალური ომის პარტია, სხვა შორის ეს არის ქართული ექსკლუზივი, ასეთი ტერმინებით, არსად არ ლაპარაკობენ არც მეცნიერები, არც პოლიტიკოსები. ეს რაღაცა სიახლეა, რომელიც საქართველოს ამ ნაწილმა პოლიტიკოსების აღმოაჩინა და ამ ტერმინებით დაიწყო საუბარი. ეს არ არსებობს ესეთი ტერმინი, რაც აკადემიურ ლიტერატურაში არც არსად. აქედან გამომდინარე, ეს რაღაცა უცნაურობასთან აგვაქვს საქმე, შეიძლება ვთქვათ. მაგრამ ეს უცნაურობა შეიძლება აკადემიური ხასიათის უცნაურობა იყოს, ხა როცა ექსპერტული საზოგადოება აფასებს ესეთ უცნაურობას, მაგრამ როდესაც ეს უცნაურობა გახდება პოლიტიკა, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის ზე დამაზიანებელია. მე ვიტყოდი ზე დამანგრეველია. ეს ჩვეულებრივად დამანგრეველი არ არის, ეს არის ზე დამანგრეველი და ზე ცუდი პროცესი, რომელიც ძალიან საშიშია ქვეყნისთვის, ამიტომაც ჩვენ ძალიან ნერვიულად შეშფოთებული ვართ, ხალხი ქუჩაშია, არ ჩერდება და ითხოვს ძალიან სერიოზულ ცვლილებებს, იმიტომ რომ ეს პოლიტიკა თუ გაგრძელდება, ბოლოს მივალთ იქამდე, რომ საერთოდ აღმოჩნდებით იმ მდგომარეობაში, რაშიც ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი თავს. აი რა მით უფრო მას შემდეგ, რაც ჩვენ დიდი ბრძოლის წვალებით დაუახლოვდით ცივილიზაციას და გაჩნდა შანსი გავხდეთ ევროპის ნაწილი და ამ დროს ეს პოლიტიკა არის ის, რომ ყველა მტერია გარშემო და რაღაცა ბნელი ძალა მოქმედებს, რომელიც აბურთავებს ევროპას, აბურთავებს რუსეთს, აბურთავებს ამერიკას, ყველას აბურთავებს. პრეზიდენტ ტრამპი არაფერს არ წარმოადგენს, მოკლედ რაღაცა ვიღაც ხუთი კაცია, რომელიც ამას აკეთებს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რა ვიცი, არასერიოზულია, ბუნებრივია, მაგრამ ჩვენთვის დამანგრეველია ვინმე. მეც შეფასებას ვერ მოგცემთ, ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ რეალურად იმ
კონკრეტულ საშიშროებებზე, რომელიც გველოდება. აი გადავიდეთ ამ რისკებზე, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას და დღეს რეალურად პასუხი მოვისმინეთ კითხვაზე და იმაზე შესრულდება თუ არა ევროკომისიის რეკომენდაციები, ხო? რეკომენდაციები საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის გადასარჩენად რა რეკომენდაციების შესასრულებლადაც საქართველოს ქართულ ოცნებას ვადა აქვს განსაზღვრული აგვისტოს ბოლომდე, ხა? ქართულ ოცნებაში იმასაც კი ამბობენ, რომ ქართველი ხალხი დღეს ორი არჩევანის წინაშე დგას, აირჩიოს მშვიდობა ან აირჩიოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. ამ ორი მნიშვნელოვანი საკითხის ერთმანეთის საპირისპიროს დაყენებას რამდენად ეთახვებით, ესეც მინდა გითხრათ და რამდენად დავკარგათ მშვიდობას თუ კი ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება. აი 8 მოთხოვნის შესრულება მართლა შექმნის არეულობას, როგორც ამას ირწმუნება ირაკლი კობახიძე, თუ მხოლოდ ეს შექმნის მშვიდობას. იცი რა, ძალიან მარტივია პასუხის გაცემა. ხა ჩვენ გვახსოვს ადრე იყო სხვა რეკომენდაციებიც 12-9, მაშინაც იგივე რიტორიკა იყო. ხო გახსოვთ ხა გეუბნებიან გაატარე სასამართლო რეფორმა და შენეუბნები რომ ამათ უნდათ ომი საქართველოში. გეუბნებიან განახორციელე დემოკრატიული რეფორმა, შენეუბნები რომ ამათ ომი უნდათ საქართველოში. გეუბნებიან რაღაცა პრობლემები არის დაპატიმრებებთან დაკავშირებით, ეუბნებიან რომ ომი უნდათ საქართველოში. გეუბნებიან რომ დაანებეთ თავი ნუ დაჩაგრავ მაგალითად საზოგადო ორგანიზაციებს, ეუბნებიან რომ ამათ უნდათ ომი, რომ რაღაც გლობალური პარტია. გეუბნებიან ნუ დაჩაგრავ მედიას, წარმომადგენლებს, გეუბნებიან ომი უნდათ. გეუბნებიან ნუ დაჩაგრავ ახალგაზრდებს, გეუბნებიან და ესე იგი რაც არ უნდათ გითხრან კრიტიკული და ეს კრიტიკა როგორც წესი არის არგუმენტირებული და საფუძვლიანი, ყველაფერზე იძახიან რომ მე იმიტომ აკრიტიკებენ რომ ომი უნდა დაიწყონ და საერთოდ ჩაგვიწვიონ ომშიო. ნუ ახლა აბსოლუტურად დაუკავშირებელი ერთმანეთთან არ დაკავშირებადი თემებია და რასთან გვაქვს საქმე? რა თქმა უნდა მარტივია პასუხი, ვიღაცა არის ძალაუფლებაში, უნდა რომ მუდმივად იყოს ძალაუფლებაში, ეშინია დემოკრატიული პროცესების და აშინებს ხალხს, რომ არ შეუძლია გაატაროს არაფერი, არ უნდა შეცვალოს არაფერი. ურჩევნია 19 წლის ბიჭები დაიჭიროს და გოგოები და გაავსოს ციხეები. ვიდრე გააკეთოს რამე პოზიტიური ქვეყნისთვის და როცა ეუბნებიან გააკეთე თუ გინდა ევროკავშირში წევრობაო, იცახი რომ არა, ვიღაცა ძალა რომელიც მითრევს ომში. ნუ ახლა აი ამ ფონზე ბატონაშა კვირიდან კვირამდე თვიდან თვემდე ასე ვთქვათ იზრდება კონფრონტაციის ხარისხი ბრიუსელთან, ქართული ოცნების ურთიერთობის კონტექსტს გულისხმობ, უფრო და უფრო მეტი ბრალდებები ისმის იმ ევროსტრუქტურების და იმ ევროპელი პოლიტიკოსების მისამართით, რომლებმაც ჩვენს საკითხზე გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, რომელთა ოჯახის წევრობაც გვინდა და მეტიც აი ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან შედარებაც კი დაიწყო ქართულმა ოცნებამ. შუმანი ალბათ საფრანგეთში ტრიალებს, როდესაც ხედავს რა ემართება ევროკავშირის დღევანდელი პოლიტიკური ელიტის ხელში, ვხედავთ ბრიუსელის სვლას საბჭოთა კავშირისკენო, ეს უკვე შალვა პაპუაშვილის გუშინდელი განცხადებიდან არის მცირე ამონარიდი. მოდით აი ქართული ოცნების ლოგიკის კონტექსტშიც დავსვათ კითხვა, რამდენად შეიძლება ევროკავშირის პოზიციონირება საქართველოს შიდა საქმეებში იმგვარად ჩარევად შეფასდეს, როგორც ამას თავის დროზე აკეთებდა საბჭოთა კავშირი. იცი მე ამ ფრაზას ამით არ ვეთანხმები, რომ ხა შუმანი ბრუნდება საფლავში და რომ ევროპა გახდა ევროკავშირი არის საბჭოთა კავშირი, მეც ვიტყოდი რა. აი როცა ასეთ წინადადებებს ვისმენ და ვისმენ პარლამენტის თავმჯდომარისგან, პირიქით მიჩნდება აზრი, რომ დიდი ქართველები, მაგალითად ილია ჭავჭავაძე, ეს რო იყო შესაძლებელი, მართლა გადაბრუნდებოდა საფლავში. აი ასეთი ხელისუფალი რო ყავს, რომ ევროკავშირს ადრის საბჭოთა კავშირს რა. ეს არის აბსოლუტური ნონსენსი და აბსოლუტური გაუგებრობა. ნუ ვართ იმ რეალობაში, როცა ესეთი რამ შეიძლება ამ ქვეყანაში მოხდეს, რომ გამოვიდეს პარლამენტის თავმჯდომარე და თქვას, რომ თურმე ევროკავშირი არის საბჭოთა კავშირი. აი ამას რო იტყვის, მაშინ როდესაც ევროკავშირის წევრობასთან ახლოს დგავარ თუ ვიდექით, ამას რო იტყვის პარლამენტის თავმჯდომარე, აი ეს არის მართლა უბედურება, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ რა. სრული აბსურდია რა. მეტი არც ვიცი რა თქვა. ეხლა რეალობა ისეთია, რომ ასეთი განცხადებები ჩვენ
პირდაპირ გვეუბნება რაღაცას. გვეუბნება რომ ანგრევენ ყველაფერს ყველა ხიდი რომელიც მოახერხეს და ანგრეს არაფერს არ აკეთებენ იმისთვის რომ მოტრიალდნენ მეტიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის კი რაც რამე ურთიერთობები არსებობს ყველაფერი გააფუჭონ დაანგრეონ და საქართველოს აქციონს სხვა ქვეყანებს რა გშველის იცით გშველის საზოგადოების პროტესტი აქ რო არ იყოს ესეთი აქტიური პროტესტი არ არსებობდეს დიდი ნაწილი უმეტესობა ამ ქვეყნის მოქალაქეებს რომელიც სხვა პოზიციას იზიარებენ ჩვენ ვიქნებოდით ჯურღმულში მთელი ქვეყანა ეს ინარჩუნებს გარკვეულ ოპტიმიზმს დასავლეთის ქვეყნებიდან თორე ეს რო არ იყოს ვიმეორდა ესეთი ხელისუფლება ყავდეს მარტო ან მორე რო კონდეთ უკვე გამარჯვება საკუთარ ხალხზე და ვერ გაიმარჯვეს ჯერჯერობით და იმედი მაქვს ვერ გაიმარჯვებენ საკუთარ ხალხს ვერ დაამარცხებენ მაშინ აბსოლუტურად სხვა რეალობაში ვიქნებოდი და ეს რეალობა იქნებოდა რაც არის აგერ ბელარუსში და ამ მის მსგავს ქვეყნებში. ინგრევაო ამბობთ და ჯამში რას უნდა ველოდოთ 31 აგვისტოს შემდეგ როდესაც ამოიწურება ის ვადა რავადაც ქართულ ოცნებას ევროკომისიის მხრიდან განესაზღვრა კონკრეტული მოთხოვნების შესასრულებლად. აი ძალიან მაშინებს ახლა პასუხი რომელიც შეიძლება ამ კითხვაზე გამცეთ, მაგრამ მაინც აი რამდენად გაქვთ მოლოდინი რომ ევროკავშირი მიიყვანს ბოლომდე დაწყებულ საქმეს და მივა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეწყვეტის გაწყვეტილებამდე. სხვა შორის რიგი პოლიტოლოგი ფიქრობს რომ ამ გაწყვეტილების მიღება თვითმმართველობის არჩევნებამდე ვერ მოესწრება, ხოლო თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ თვითონ ევროკავშირი ასე ვთქვათ შეიკავებს ამ გადაწყვეტილების მიღებისგან თავს. აი თქვენი აზრით რა იქნება? ეცით არის თეორიულად შეიძლება მოასწროს სამწუხაროდ და ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა თუ გააუქმებენ უვიზო რეჟიმს. დიდი დარტყმა იქნება საქართველოს სახელმწიფოზე, იმიტომ რომ ვიზების გაუქმება ლიბერალური ასე ვთქვათ შეჩერება არ ვიცი რა ფორმაც როგორც გინდათ ისე ვთქვათ. ეს არ არის მარტო გადაადგილების თავისუფალი გადაადგილების საკითხი. ეს არის ძალიან სერიოზული პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც იქნება გადადგმული. ამიტომ ვიღაც მარჩიელობა პრინციპში მოესწრება, არ მოესწრება, როგორ იქნება არჩევნებში ვინ მოიგებს, თუ ვიღაცა მიიღებს მონაწილეობას, თუ არ მიიღებს, თუ მანამდე მოხდება დაინიშნება, მოკლედ ეს ინსინუაციებია თქვა საპარლამენტო ადამიან들 თუ ახალი დაინიშნება, არ დაინიშნება, ახლა შეგვიძლია რაღაცებზე ვილაპარაკოთ, თუმცა ერთი ნათელია ძალიან სწრაფად გარბის დრო, დადგება ძალიან მალე აგვისტო, დადგება ძალიან მალე სექტემბერი და ჩვენ აღმოჩნდებით აი ამ გადაწყვეტილების წინაშე, როდესაც დიდი ალბათობით ევროკავშირი გაგვიუქმებს ჩვენ. აბსოლუტურად შეგვიჩერებს, არ ვიცი, ამდენიმე რაღაცა თვეებით და მე მუდმივ რეჟიმში იქნება თუ არაფერი არ შეიცვალა. ხო ამ ქვეყანაში თუ არ შეიცვალა, არა თუ გადაგრძელდება ეს გადაწყვეტილება, მე მეშინია რომ კიდევ უფრო უარესი ნაბიჯები არ გადა. მაგალითად, რა არის ეს უარესი? ეს არის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, რომელიც რა თქმა უნდა არის ნაწილი ზოგადად ამ პოლიტიკის, ეს არის ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შენ რაღაცებს მაინც აკეთებ. მათ შორის სხვა სფეროში, არაპოლიტიკურ სფეროში, ამასაც რისკი საფრთხე ემუქრება. მე ფიქრობ, რომ შორს იყო, მაგრამ აუცილებლად დადგება ასევე სხვა მნიშვნელოვანი პროგრამები, რომელიც ევროკავშირთან თუ მაგალითად ვიზებს შეეხება, განათლების საკითხებსაც შეეხება. ეს აუცილებლად დაარტყამს განათლებას, მეცნიერებას და ამ ინტეგრაციას და სხვა არ არსებობს, არა აბსადა რუსეთში არაფერი არ არის. იქ არის მარტო დარბიან ვიღაცა ნაჯახები. არაფერი არ არსებობს. არსებობს ერთადერთი 6 სივრცე ამერიკული სივრცე, სადაც ჩვენი ახალგაზრდები სწავლობენ და ცოდნას იძენენ. ამას შეექმნება პრობლემა, იმიტომ რომ ეს არ არის რომ იქ ცუდად ახარ, აკარგად ახარ, ეს ერთიანი სივრცეა. ერთიანი მეგობრობა. ამიტომ ბევრი რამე შემიძლია გავაგრძელო, ჩამოთვალო, მათ შორის ეკონომიკური საკითხები, ტურიზმი და ის რომელიც გვეხარია, საბანკო სფეროები. რა თქმა უნდა, ეს არის რეალობა. ეს მართლა შეიძლება მოხდეს და არ არის რეალობა რაღაცა გლობალური ომის პარტიები და რაღაცა. ეგ არის ზღაპრები, მოგონილი რაღაცა ისტორიები და რეალობა კიდე სხვა რამეა. ის ხელისუფლება ჩვენ გვაკარგინებს აი ამ იმას. ეხლა რა უნდა ვქნათ? ეგ არის პრობლემა. აი ეგ არის. რა უნდა ვქნათ, მაგრამ ამ კითხვასაც დაგისვავთ.
რა შეუძლია საქართველოს რიგით მოქალაქეებს, აი რა პასუხისმგებლობა მოდის ჩვენზე როგორც მოქალაქეებს. იცით რა არის ჩემთვის როგორც მოქალაქის ერთი ჩვეულებრივი მოქალაქისთვის არ არსებობს კითხვა ეს ხელისუფლება უნდა იყოს თუ არ უნდა იყოს ეს ხალხი უნდა იყოს თუ არა ხელისუფლება. აქ მე კითხვები არ აქვს. ნათელია რომ ყველაფერი რასაც ისინი აკეთებენ, ყველაფერი საქართველოს ეროვნული ინტერესების აპირისპირებაა. მაგრამ როგორ ვცვლი ამ ვითარებას, აი ეს არის დილემა და ამას ყოველთვის ვამბობდი მათ შორის თქვენთანაც და ბევრჯერ გავიმეორე, ჭირდებოდა მეტი საუბარი, მეტი დისკუსიები. ის რაც დღეს ხდება პირდაპირ ვიტყვი ოპოზიციის აი ესე დაყოფილ ურბანაკს შორის, ჩემთვის არ არის მისაღები, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მესმის შეიძლება განსხვავებულად უყურებდი მომავალს, განსხვავებული პოზიციები ქონდეს, ძალიან ენერგიულად ფიქრობდე, იბრძოლო, ძალიან მკვეთრი პოზიციები ქონდეს, მაგრამ ეს ასე ვთქვათ, მტრის ხატის, ახალი მტრის ხატის ჩამოყალიბება, რაღაცა მოღალატეების ხატის ჩამოყალიბება ერთმანეთთან ეს ლაპარაკი არის ძალიან ცუდი და დამანგრეველი. შეიძლება ქონდეს საკუთარი გზა, მიგაჩნდეს რომ ეს არის სწორი გზა, ეს არის ერთადერთი გზა, მაგრამ რაციონალურად რო შეხედონ და მე მგონი უნდა გაანალიზონ და დროზე შეჭერონ. გაგებით უნდა მოეკიდოს ბოიკოტის მომხრე პარტიების ნაწილი ლელოს და გიორგი გახარიას ძალის გაწყვეტილებას, რომელიც აპირებენ რომ გარკვეული თამაშის წესები უნდა არსებობდეს, რომელიც არ უნდა გულისხმობდეს აი ნუ თამაშ ნულოვანი ჯამით. ანუ მოსპობას, დამარცხებას, დისკრედიტაციას, მოღალატეების ძახილს და ასე შემდეგ და გათანაბრებას იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც დღეს არის, ეს ჩემი აზრით არასწორია. ეს ეხება ორივე მხარეს, ეს არ ეხება ერთ მხარეს. ეს ეხება ორივე მხარეს და მათ შორის ექსპერტულ მხარესაც, რომელსაც უნდა კარგად გაიაზროს, რომ ასეთი ტიპის რიტორიკა ორივეს გაუფუჭებს საქმეს. არ არის რომ მე დავაბრალებ ვიღაცას, რომ ის არის ახალი ჯოჯოხეთი და შემდეგ მოგებული დარჩე, ვერ დარჩე. გასაგებ. ბატონაშა, ვიდრე დაგემშვიდობებით, ერთი კითხვის დასმა მინდა მოვასწრო უკვე უშუალოდ იმ ვითარებაზე, რაც როგორც ჩანს ქართულ ოცნებაშია შექმნილი, მათ შორის გულისხმობ დაპირისპირებას ოცნების მოქმედ და ყოფილ წევრებს შორის. მოისმენთ ირაკლი კობახიძის და მამუკა დინარაძის განცხადებებს, რომელთაც აქ ეჭვი, რომ აი მაგალითად ლევან ხაბეიშვილს და ნოდარ მელაძეს მათი ყოფილი თანაგუნდელი აწვდიდა გარკვეულ ინფორმაციას, რისი ტირაჟირებისთვისაც ამ ორს ხელფასსაც კი უხდიდა სახელფასო უწყისში ლევან ხაბეიშვილი მითითებული იყო, როგორც ანიტა ის 5,000 ლარს იღებდა ყოველთვიურად კონკრეტული წყაროდან. ჩვენი გუნდის ყოფილ წევრზეა საუბარი, რომელიც ეჭვმიტანილია კორუფციაში, ასეთი ერთგვარად სკანდალური განცხადება გააკეთა გუშინ ირაკლი კობახიძემ. აი რამდენად დამაჯერებელი შეიძლება ის იყოს ის, რასაც ამბობს პრემიერ-მინისტრი, არ ვიცი ხა პოლიტიკაში ყველაფერი ხდება, თუმცა რამდენად ხდება ის, რომ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ხელფას უხდიდნენ მართლ პარტიაში. მე არ მინდა ამ შემთხვევაში ახლა ჭორაობა გულახდილად უნდა ვილაპარაკოთ, ხო? მაშინ, როდესაც მიმტკიცებენ არსებობს გლობალური ომის პარტია და ეს არის, ასე ვთქვათ, ბევრისთვის, რომელიც ქართული ოცნების წარმომადგენელია, რაღაც ფაქტი და მათ ამიჯერად, აქედან გამომდინარე შემიძლია ვიმჟელო ნებისმიერ მსგავს ბევრად ნაკლები დრამატულობის მატარებელ, ასე ვთქვათ, ფაქტზე. ამიტომ ვიდრე ძალიან უტყუარი მტკიცებულებები არ იქნება მაგიდაზე დადებული მით უმეტეს ოპოზიციის მიმართ გამოთქმულია ესეთი ეჭვები რომ რაღაცა კორუფცია მანამდე ჩემთვის ეს არის აი დაახლოებით იმ ოპერიდან რაზედაც მისაუბრებთ. მადლობა ბატონაშა იმისთვის რომ იყავით ჩვენი სტუმარი, დაგემშვიდობებით ლაშა ტუღუში პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ახლა რეკლამის შემდეგ ლელოს წარმომადგენელი გიორგი სიორიძე შემოგვერდება, ასე რომ დაგვერდით. მაშა ასე რეკლამის შემდეგ ვაგრძელებთ პირდაპირ ეთერში მუშაობას. გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, ლელო ძლიერ საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი სიორიძე. ჩვენთან ერთად გამარჯობა ბატონ გიორგი და მადლობა რომ შემოგვერდით. მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მაყურებელს, თავისუფლება ყველას ინგლისის პატიმარს, ვხედავთ რომ ყოველდღიურად და დღესაც უკვე ეს
4-5 წლიანი განაჩენები დგება და რეჟიმი თავის ტყვეებს ესე სამაგალითოდ ჯის სამშობლოს სიყვარულისთვის. კი ბატონო, დღეს კიდევ ერთი მომიტინგის, დაპატიმრებული მომიტინგის საქმეზე იყო გადაწყვეტილება მიღებული და ამაზე აუცილებლად კითხავთ იქამდე მინდა რომ ირაკლი ყობახიძის მიერ დღევანდელ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების შეფასებით გავხსნათ ჩვენი ინტერვიუ, ისევ ევროპული ბიუროკრატიის კრიტიკა, საუბარი ისევ Deep State-სა და გლობალური ომის პარტიაზე და ისევ მოკლედ ის მესიჯ ბოქსები იმის შესახებ რომ საქართველოს ისჯება, რადგან გლობალური ომის პარტიას უარი უთხრა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე. Აი რა სიტყვით იმ პასუხზე, რომელიც ერთგვარად ევროკომისიის რეკომენდაციებზე, ევროკომისიის მოთხოვნებზე გასცა დღეს ქართულმა ოცნებამ და ბრალდებაზეც იმის თაობაზე, რომ აი ევროპულ ბიუროკრატიას ქართული ოცნების ხელისუფლების შეცვლა უნდა, რათა ხელისუფლებაში მოიყვანოს Deep State-ის აგენტურა. იმდენად სახელმძღვანელოში წერია ამ პროპაგანდის ხრიკები, რომელსაც იყენებს ახლა ქართული ოცნება, კარგახანია უკვე ის გამონათქვამები, რომელიც მათ აქვს, ის ტერმინები, რომელიც დაამკვიდრეს, გააჯინეს თითქოს თავიდან ეს გლობალური ომის პარტია, შემდეგ რაღაც პერიოდის განმავლობაში გლობალური ომის პარტია ჩაანაცვლა Deep State-მა, Deep State-ი გაიგივდა გლობალური ომის პარტიასთან, ახლა დღეს ისევ გაჟღერდა ირაკლი ყობახიძის პირიდან, რომ აი ისევ გლობალური ომის პარტია შემოდის თითქოს ავანსცენაზე. ახლა მე არ დავიწყებ იმის შეფასებას, რას ნიშნავდა თავის დროზე ეს ტერმინები ამერიკის შეერთებულ შტატებში და Deep State-ში რა იგულისხმებოდა. ეს ყველაფერი ახლა გადმოიტანეს ევროპაზეც, ევროკავშირის ბიუროკრატიაზე და ყოველთვის, როდესაც ისინი საუბრობენ Deep State-ზე, გლობალური ომის პარტიაზე, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში, ეს არის ერთგვარი სიმპტომი იმისა, რომ მიუხედავად მათი ძალისხმევისა, რაღაცა ურთიერთობა დაალაგონ თითქოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ხედავენ, რომ ეს არ გამოდის და გამოთქვამენ ეჭვს, აი გონივრული ეჭვი მაქვსო, რომ პრეზიდენტი ტრამპი ვერ დაამარცხებს Deep State-ს, მოხდება Deep State-ის რებრენდინგი, თურმე ისევ გლობალურ ომის პარტიად გარდაიქცევა. ეს იმის ნიშანია, რომ არანაირი შანსი ქართულ ოცნებას არ აქვს ამ ქვეყანაში ვითარების, ნორმალიზების, არანაირი შანსი არ აქვს საგარეო ლეგიტიმაციის მოპოვების, სანამ ეს პრობლემები ამ ქვეყანაში არსებობს და ეს პრობლემები არის სინდისის პატიმრების არსებობა, პოლიტიკური ლიდერები რომ ჰყავთ ტუსაღებად, ის რომ ქვეყანაში არის ყველა მიმართულებით გაუარესებული მდგომარეობა, ხო, ანტიდემოკრატიული დრაკონული კანონმდებლობა შემოიღეს, პრაქტიკულად ყველა სეგმენტი თავისუფალი სიტყვა. მიტინგები დაკავებულნი არიან და თქვენ წახსნით რამდენიმე წუთის წინ, ხო? აი კიდევ ერთ დაკავებულ მომიტინგეს ანზორ კვარაცხელიას, რომელსაც პოლიციელისთვის ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილის როლას ედავებოდნენ, დღეს შეეფარდა 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აკვეთა. ხო, ისევ 4 წელი და 6 თვე შეიძლება ითქვას, რომ ყველა დაკავებული მომიტინგის მიმართ, როგორც წესი, ხდება ამ სასჯელის განსაზღვრა 4.6 ან 5 წელი. აი რა მესიჯია ეს როგორც პოლიტიკური ხელმძღვანელობის, ისე თვითონ სასამართლოს მხრიდან? ხო, ეს არის სასამართლოს მხრიდან არანაირი გზავნილი არ არსებობს, იმიტომ რომ სასამართლო ამ ქვეყანაში არის ნომინალურად, მხოლოდ და მხოლოდ ინსტიტუტი, რეალურად ეს არის ქართული ოცნების ქვედანაყოფი, ქართული ოცნების დეპარტამენტი. წამებში აცხადებენ გადაწყვეტილებებს, წამებში აცხადებენ განაჩენებს, რომელიც არის წინასწარ დაწერილი, მოდის პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან და სამარცხვინოდ აღასრულებს ამას ბეჭედს ურტყამს, ნოტარიუსის ფუნქცია აქვს სასამართლოს რეალურად. სანამ ეს პრობლემები არსებობს, ხო, ანუ ეს კანონმდებლობა, აი თქვენი თავისუფალი მედიის შეჟღუდვა, სამოქალაქო სექტორის მოგუდვა, ის რუსული კანონები რაც იყო, ხო, მომიტინგეების, შეკრების და მანიფესტაციების კანონმდებლობის შეჟღუდვა, ახლა საუბრობენ პარტიების აკრძალვაზე. ამ ყველაფერს ისინი არათუ არბილებენ, არამედ აუარესებენ და ადეკვატურად აისახა ეს ევროკავშირის გზავნილში, აისახა მინისტერიალის განცხადებაში, აისახა იმ დათქმებში, რომელზეც ახლა ცდილობენ ააგონ მთელი პროპაგანდა და ცდილობენ თითი გაიშვირონ სხვისაკენ, რომ თითქოს ვიზა ლიბერალიზაციის
გაუქმების საფრთხე არის სხვისი ბრალი, თითქოს ქართული ოცნება, იმიტომ რომ რაღაცას შანტაჟს არ დაექვემდებარა, ამის გამო საქართველოს მოქალაქეები უნდა დაზარალდნენ. მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი არის სრულიად შესაბამისი და ადეკვატური პასუხი რეჟიმებისა, ისეთი პოლიტიკური სისტემებისა, როგორიც გახდა საქართველო და დაემსგავსა რუსეთსა და ბელარუსს და ასეთი ტიპის ქვეყნები, რა თქმა უნდა, ვერ სარგებლობენ პრივილეგიით, როგორც არის ვიზა ლიბერალიზაცია, იმიტომ რომ ეს არ არის უფლება. ეს ეძლევა სახელმწიფოებს, როდესაც ისინი გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ და მაშინ, როდესაც ჩვენ ხედავთ თუ როგორ რადიკალურად და დიამეტრალურად შეიცვალა ბოლო თვეების განმავლობაში, არათუ გადაიდგა ნაბიჯები, არამედ პირიქით გაუარესდა მდგომარეობა ყველა მიმართულებით, რა თქმა უნდა, ამას ექნება პოლიტიკური ფასი ქართული ოცნებისთვის სამწუხაროდ, ეს შეიძლება დაუჯდეთ ჩვენს მოქალაქეებს იმათ რომ ამ კონტექსტშიც მინდა დაგისვათ ერთი კითხვა, უშუალოდ ვიზა ლიბერალიზაციას რაც შეეხება, რომელიც ქვეყნისთვის მართლა მნიშვნელოვანი მონოპოლარია და 2017 წლიდან საქართველოს ათასობით მოქალაქე მიდის, როგორც სამოგზაუროდ უვიზოდ ევროპის მიმართულებით, ისე უვიზოდ მიდის სეზონურ სამუშაოზე, უვიზოდ მიდის და მკურნალობს, უვიზოდ მიდის და სწავლობს და ასე შემდეგ ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება, ხო? შესაბამისად, არის თუ არ არის ვიზა ლიბერალიზაცია ეგზისტენციალური საკითხი? ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ არ არის ეგზისტენციალური საკითხი. თქვენთვის რას ნიშნავს ეს? ირაკლი კობახიძე არაფერს ფიქრობს, მსგავს. ირაკლი კობახიძე ამას იძახის და საჯაროდ აცხადებს, იმიტომ რომ მათთვის არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზანი, მათი ძალაუფლებაში ყოფნა გახანგრძლივდეს ივანიშვილის პირად ინტერესს, ფინანსურ ინტერესს მათ შორის არანაირი საფრთხე არ დაემუქროს და ამისთვის მზად არიან, რომ გაწირონ საქართველოს მოსახლეობა. ეს კარგად უნდა ესმოდეს საზოგადოებას, შევეჩვიეთ რეალურად აი ამ პრივილეგიაში ცხოვრებას, აი ბოლო 8 წლის განმავლობაში, რაც გვაქვს უვიზო მიმოსვლა და ადამიანებს აღარ ახსოვთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ბუნებრივია, შეიძლება ეს აქტიურ მეხსიერებაში აღარ იყოს ის პროცედურები თუ რამდენად რთული იყო მაშინ ევროპაში შენგენის ზონაში წასვლა. ეს საბუთები ფინანსური თვალსაზრისით მათ შორის, თქვენ რაც ჩამოთვალეთ, ეს ყველაფერი დგება საფრთხის ქვეშ 10,000-ობით მოქალაქისათვის, ჩვენი თანამოქალაქისათვის, რომლებიც მართლა მკურნალობას ვეღარ შეძლებენ ევროპაში სწავლას, დროებითი დასაქმების პროგრამები შეჩერდება, ექნება ამას ყველაფერს უმძიმესი ეკონომიკური შედეგი და უმძიმესი ეკონომიკური ეფექტი, სიღარიბის ზრდის ეფექტი ექნება მათ შორის და ჩვენი მოქალაქეების თავზე, მათ კისერზე, მათ ჯიბეზე გადაივლის ეს ყოველივე და ეს არ აინტერესებს. ევროკომისიის რეკომენდაციები რომ დავაკმაყოფილოდო, ასე ამბობენ მართლ პარტიაში, ანუ ისევ ის ნარატივი, რა ნარატივების გამოც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ არც ერთ იმ ნაბიჯს აღარ დგამს ქართული ოცნება, რასაც მისგან დასავლელი პარტნიორები მოითხოვენ. აი დაკვირვება რას აჩვენებს, როდის უბრუნდება ხოლმე ქართული ოცნება მშვიდობის შესახებ, მშვიდობის დაცვის შესახებ მის ცნობილ message box, როგორ ფიქრობთ? აი ზოგიერთი პოლიტიკოსის პასუხია, რომ უბრუნდება მაშინ, როდესაც ქართულ ოცნებას პოლიტიკურად უჭირს. თქვენი პასუხი რა არის? აბსოლუტურად ვიზიარებ, ყველაზე მეტად, როდესაც უჭირს კბილებით, რომ აქვს ახლა გასატანი ის, რასაც ართმობს და მზად არის ამისთვის გაწიროს თავისი მოსახლეობა, რომელიც საერთოდ არ აინტერესებს, თუ რა პრობლემების წინაშე დადგება. მოკლევადიან პერსპექტივაში იქნება ეს თუ ცოტა უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში გამოყვებოს ამ ბინძური პროპაგანდით თავისი ამუშავებელი, რომელსაც შეურაცხყოფას აყენებს, ასეთი მდარე ხარისხის პროპაგანდით ეუბნება, რომ ჯერეთი ახდენს დასავლური ღირებულებების დემონიზებას, ახდენს ევროკავშირის დემონიზებას, მაშინ, როდესაც ევროკავშირის ღირებულებები არის ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოკრატიული სტანდარტის არსებობა და ოჯახური ღირებულებები არის. ტრადიციული კონსერვატიული ღირებულებები არის ის ღირებულებები, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ევროკავშირი, მისი წინამორბედი გაერთიანება 50-იან წლებში და რომელზეც დგას ევროკავშირი და რა ვიცი, შევხედოთ ხო, ევროკავშირის 27 ქვეყანას. როგორ ცხოვრობენ იქ, როგორი არის იქ მათი ეროვნული იდენტობა, მათი თვითმყოფადობა, როგორ არათუ საფრთხეს უქმნის, არამედ იცავს ევროკავშირი როგორც გაერთიანება ამ ღირებულებებს. და ახლა ამით ისინი ცდილობენ დემონიზებას ევროკავშირის როგორც გაერთიანებისა, დასავლეთის
როგორც ღირებულებებზე დამყარებული არა მხოლოდ რაღაც ცალკეული ქვეყნების, არამედ იდეოლოგიის, ხო, დემოკრატია, ეს არის თანამედროვე სტანდარტები, თანამედროვე პარადიგმები, აქ ხო მარტო იმაზე არ არის, რაღაც გეოგრაფიაზე, ხო, შორეული აღმოსავლეთის დემოკრატიული ქვეყნებიც ამ დასავლური სამყაროს ნაწილნი არიან, ხო? და თითქოს საქართველოს მიმართ არსებობს ინტერესი სრულიად არარაციონალური რამ არის შინაარსობრივად ეს პროპაგანდა, ხო? თითქოს ბალტიისპირეთის ქვეყნები არ ყოფილიყვნენ რუსეთის მეზობლები, ისეთივე საფრთხეების წინაშე და გამოწვევების წინაშე არ ყოფილიყვნენ, როგორც ჩვენი ქვეყანა. თითქოს იქ არ ყოფილიყოს იმისი მცდელობა, რომ აი რატომ არ არის უფრო მცირე ქვეყნებში ეს ინტერესი, ხო? ესე რომ დაფიქრდეს ქართული ოცნების ამომრჩეველი, მე მინდა ამაზე, თორე ნებისმიერი ოდნავ მაინც გაცნობიერებული ადამიანი მიხვდება, რომ აქ საუბარი შანტაჟზე კი არ შეიძლება იყოს. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ეს ღირებულებები უნდა დაიცვა, ადამიანის უფლებები ფეხქვეშ არ უნდა გათელო, სახელმწიფო არ უნდა მიიტაცო. აი ამ კრიტერიუმებს თუ დააკმაყოფილებ, ამ შემთხვევაში გეძლება შენ სიკეთეები და არავინ არ გეხვეწება შენ იქ შესვლას. საქართველოს ინტერესი არის ევროინტეგრაცია და ქართველი ხალხის ნება, რომელიც კონსტიტუციის 78 მოხდე გარანტირებული. ვიდრე ჩვენ გადაცემის დრო ამოიწურება ერთი-ორი კითხვის დასმა თვითმმართველობის არჩევნებზეც მინდა მოვასწროთ, ამიტომ ამ თემასაც შევეხოთ. რამდენად შეუდექით უკვე სამზადის, რა სამუშაოებს ატარებთ და ხომ არ დაიწყეთ მერობის თუ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევა, ეს გითხარით, განსაკუთრებით თბილისთან დაკავშირებით არის საინტერესო, რამდენად ყავთ კანდიდატები, რომლებიც თქვათ თქვენი და გახარიას პარტიის აზრით შეძლებს ქართული ოცნების მერობის კანდიდატისთვის არა მხოლოდ კონკურენციის გაწევას, არამედ მის დამარცხებას დედაქალაქის მერის არჩევნებში. დიახ, მოგესალმებით, მას შემდეგ რაც რამდენიმე დღეა ჩვენ ოფიციალურად განვაცხადეთ, რომ უკვე და უბრალოდ სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა განაცხადეს სამწუხაროდ, რომ უკვე აღარ არსებობს რესურსი ერთიანობის შეკვრისა იმ ბრძოლაში, რომელსაც ჩვენ მოვიაზრებთ დამატებით ფლანგად რეჟიმის ცვლილებისთვის, სანამ ჩვენ მივახცევთ ჩვენს მთავარ მოთხოვნას, ახალ საპარლამენტო არჩევნებს, ინდისის პატიმრების გათავისუფლებას. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთელ საქართველოში არის დაწყებული ეს ძალიან დიდი კოლოსალური სამუშაო პროცესია, ის მემორანდუმი, რომელიც გაფორმდა ჩვენსა და გახარიას პარტიას შორის, სწორედ ამას გულისხმობს, რომ ერთმანეთთან კონკურენციაში არ შევიდეთ და ამით არ დავაზიანოთ ეს პროცესი, ბუნებრივია და შესაბამისად მიმდინარეობს ეს სამუშაო პროცესში არის, მათ შორის თბილისში, სადაც ქართული ოცნების რეიტინგი არის 25%-ზე დასული, სადაც მნიშვნელოვანია იყოს თბილისის მერობის კანდიდატი, რა მთავარ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს? თბილისის მერობის რის რა კრიტერიუმების მიხედვით არჩევთ? ეს კანდიდატი უნდა იყოს ისეთი კანდიდატი, რომელიც იქნება მისაღები, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის, რომელიც იქნება მზად თავისი რეპუტაციიდან და პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, ბუნებრივია იქნება მზად იმისთვის, რომ ჩაერთოს ბრძოლაში ამ რეჟიმთან, რომელმაც თლიანად ოკუპირება მოახდინა ყველა საზოგადოებრივი სივრცის, ყველა პოლიტიკური სივრცის ამ ქვეყანაში და ახლა სურს, რომ 100%-იანი მონოპოლიზება მოახდინოს და ჩაბეტონება მოახდინოს მუნიციპალურ დონეზე და ყველაზე ქვედა დონეზე სახელმწიფოში. გახდა ცნობილი, რომ მომავალ კვირას გაიგებს საზოგადოება, ვინ იქნება თბილისში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი. ხა ირაკლი ყობახიძე კი ამბობს, რომ კახა კალაძე უალტერნატივო კანდიდატია, თუმცა ოპოზიციაში განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდება და ხან ვისი სახელი და გვარი ჟღერს და ხან ვისი. აი, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? ელოდებით, რომ ისევ კახა კალაძეზე გაკეთდება, ასე ვთქვათ, გათვლა თუ თქვენი ინფორმაციითაც შესაძლოა კახა კალაძეს აღარ მიეცეს კიდევ ერთი შანსი. ხო, ქართული ოცნება ისეთი პოლიტიკური ძალაა, რომლის სიტყვასაც არანაირი ფასი არ აქვს, შეიძლება დილით ერთი რაღაც თქვან, ხოტბა შეასხან და ცაში აიყვანო კონკრეტული პიროვნება და მეორე დღეს აღმოჩნდეს, რომ ვიღაცა არის თურმე მოღალატე, რა ვიცი, კორუფციაში ჩაფლული ადამიანი, მით უმეტეს, როდესაც საუბარი გვაქვს ივანიშვილზე, რომელიც თავისი ცნობილია, ხო, რომ თავისი ეჭვებიდან თუ რაღაც ინფორმაციებიდან გამომდინარე, ყველაფერი შეიძლება თავდაყირა დააყენოს თავისივე გუნდში და ვიცით როგორი დაპირისპირებებია. შესაბამისად, ახლა ძალიან მიუხედავად მათი ამ კაფეო განცხადებისა დღეს ძალიან რთულია იმის თქმა, რა იქნება ხვალ და ერთი კვირის შემდეგ. ასე რომ დაველოდებით, შეიძლება კახი კალაძე არც იყოს ეს ადამიანი, რომელიც არის კორუფციის სიმბოლო დღევანდელ საქართველოში.
თქვენთვის როგორც ლელოსთვის მნიშვნელობა სახელს და გვარს ვინ იქნება ქართული ოცნების მერობის კანდიდატი? პრინციპული მნიშვნელობა ამას ბუნებრივია არ აქვს, იმიტომ რომ ქართული ოცნება ეს არის ივანიშვილი და მისი მარიონეტები. შესაბამისად ჩვენ ვებრძვით რეჟიმს და არა კონკრეტულ პიროვნებებს. ვის დააყენებენ თუნდაც ნაკლები ლაქა ჰქონდეს მოცხებული, როგორც კახა კალაძეს აქვს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ საზოგადოებას უნდა გავაგებინოთ, რომ ჩვენ ვებრძვით რეჟიმს, რომელიც ცდილობს, რომ ოკუპირება გაუკეთოს თბილისს კიდევ ერთხელ. მადლობა ბატონ გიორგი იმისთვის, რომ გვესტუმრეთ და დაგვითმეთით, რომ გიორგი სიორძეს ვემშვიდობებით დასრულებულია დღის ნიუსრუმიც და დასრულებულია ჩვენი სამუშაო კვირაც ერთმანეთს შესაბამისად ორშაბათიდან შევხვდებით ნახვამდის.